ტოლკინი ბეჭდების ბრძანებელი. დიდი წერლის, ძალიან საინტერესო ადამიანის, პოეტის, ფილოლოგის, ენათმეცნიერის, ენების შემქმნელის ძალიან მნიშვნელოვანი ტრილოგია, რომელიც ყველა მიცის მინიმუმ მისი ეკრანიზაციით, მაგრამ აი ამ ბოლო დროს მე თვითონ მომინდა მისი ხელახლა წაკითხო და რატომ? ეს ამბავი არის ბოროტებაზე და ტოტალიტარიზმზე. ზაურონიც ეს აბსოლუტური ბოროტება მოდის სწორედ თავის ძალას, თავის ძალაუფლების, ასე ვთქვათ, სურვილს ქმნის პირველი, ასე ვთქვათ, საწყისები ამ ძალაუფლების სურვილის არის ის, რომ მას სურს, რომ ადამიანებს დაეხმაროს. შუახმელეთს დაეხმაროს და ის ხდება შემზარავი ბოროტება. არ ჩავთვლით მაგალითად ელფებს, ლეგოლას ან გენდალფს მთავარი მოქმედი პირები ამ შემთხვევაში, რომელთაც მიაქვთ ბეჭედი, ეს არის ფროდო ბეგენსი და სემუაის გემჯი. ესენი არაფრით რაღაცა ზებუნებრივი უნარებით გამორჩეული არსებები არ არიან. ისინი ადამიანები არიან, ჰობიტები არიან, ასე ვთქვათ, ადამიანური უნარებით გამორჩეული არსებები არიან, რომელთა მთავარი ძალა ეს არის მეგობრობა და ერთმანეთის სიყვარული. ჩვენ რა დღეშიც ვართ ეხლა, რა სიტუაციაშიც ვართ ეხლა, ეს არ არის ლოკალური ამბავი. ეს არის სამყაროული ამბავი, ცივილიზაციური ამბავი, ცივილიზაციური ბოროტება, რომელიც ვითარდება ჩრდილოეთით და რომელსაც აქვს თავის მეტასტაზები, მნიშვნელოვანი მეტასტაზები საქართველოში. სიკეთე უნივერსალური რამ არის ბოროტებისგან განსხვავებით და ეს წიგნი მე ძალიან მეხმარებოდა და ახლაც ძალიან მეხმარება იმ ბრძოლაში, რომელშიც ყველანი ჩვენ ვართ. ეს იყო გაკვეთილები დიქტატურაზე, ჩვენ ვისაუბრეთ ტოლკინის უკვდავ ბეჭდების ბრძანებაზე. მე რატი ამაყობია.